მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს. მე ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი ვარ. გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის ონლაინ რადიოს და კახეთის ხმის Facebook გვერდის ოფიციალურ გვერდზე. მსმენელებსა და მაყურებლებს კი შესაძლებლობა გაქვთ, რომ დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. დღევანდელი პოდკასტის თემა გახლავთ საკმაოდ მწვავე და კრიტიკული, რომელიც ოჯახში ძალადობის საკითხებს ეხება. განვიხილავთ თუ რა არის ოჯახში ძალადობა, რა ფორმები არსებობს, როგორ ვლინდება ის ოჯახში, ვინ ითვლება მოძალადედ და რა არის ამისი ყველაზე გავრცელებული ნიშნები. ასევე ვისაუბრებთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რა უნდა მოიმოქმედონ, ვის მიმართონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმა, რა როლის შესრულება შეუძლია ამ სიტუაციაში ფსიქოლოგს და იმ დახმარების გაწევას, რაც ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სჭირდებათ. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი ნათია მექვაბაური. მოგესალმებით ნათია. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და გვეწვიეთ გადაცემაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ. რაღაცნაირად თითქოს ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა რაღაცნაირად ეს ბოლო პერიოდში თითქოს უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა, გამოხმაურებაც და რაღაცნაირად უფრო გახდა ძალიან განსჯის თემად ეს ოჯახში ძალადობის საკითხები. რომ დავიწყოთ ნათია ჩვენი საუბარი, ზოგადად რა არის ეს ოჯახში ძალადობა, რა ფორმები არსებობს ამისი და აი როგორ ვლინდება, ძირითადი მიზეზები გამომწვევი ამისი რა შეიძლება იყოს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის და აი ამ აქტიური და მნიშვნელოვანი თემის ასე წამოწევისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია საზოგადოებაში ძალადობის რაღაც დონეზე შესამცირებლად. რაც შეეხება ოჯახურ ძალადობას, ოჯახური ძალადობა არის ძალადობის ფორმა, რომელიც ხორციელდება ოჯახის წევრებს შორის, ერთი ოჯახის წევრიდან მეორეზე. საქართველოს კანონმდებლობით ოჯახის წევრად ითვლება ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცხოვრობს ოჯახში. ეს იქნება ქალი, კაცი, ბავშვი, ხანდაზმული ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცხოვრობენ ერთად და ეწევიან საერთო შინა მეურნეობას. ძალადობა თვითონ, როგორც ფენომენი, არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქმედება სხვა ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე გარკვეული გავლენის მოსახდენად ან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ძალადობრივია ქმედება, რომელიც აყენებს სხვა პირს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზიანს. ან სხვა ტიპის ზიანს, ანუ ზიანის მომტანი ქმედება. რაც შეეხება ოჯახურ ძალადობას, სამწუხაროდ საკმაოდ გავრცელებულია ოჯახური ძალადობა საქართველოში. კვლევები აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე კვლევები აჩვენებს, რომ კახეთი ლიდერობს საქართველოში უკვე ბევრი წელია, აი ამ ძალადობის რიცხვების UNICEF-ის კვლევა და სხვადასხვა ესეთი კვლევები აჩვენებს ამაში. და თავისთავად ცხადია, ამ ყველაფრის საფუძველი ხშირად არის ხოლმე ოჯახური ძალადობა. ანუ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახური ძალადობა თითქმის ძალიან დიდ პროცენტში და ბავშვთა მიმართ ძალადობაც იგივეა, ხო? ეხლა რაც შეეხება ფორმებს ოჯახური ძალადობის, გვაქვს ასეთი დეფინიცია, გვაქვს 4 ფორმა გამოკვეთილად ოჯახური ძალადობის შემთხვევაში. ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა, არის ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და ეკონომიკური ძალადობა. ფიზიკური ძალადობა თავისთავად ისეთ სიტყვა მარტივად გვაძლევს ამას ფიზიკური ზიანის მიყენება. ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, ესეთ დამამცირებელი, დამაკნინებელი სიტყვები და ასე შემდეგ. სექსუალური ძალადობა ნებისმიერი სახის სექსუალური ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანს და ეკონომიკური ძალადობა გამოიხატება სხვადასხვა ფორმებით, მაგალითად შეიძლება არ მიცეს ფული ოჯახის ერთმა წევრმა მეორეს და ისე ამყოფოს, ან მისი შემოსავალი თვითონ განკარგოს და არ აძლევდეს უფლებას თავისუფალი განკარგვის და სხვადასხვა ფორმები და შემთხვევები შეიძლება ვნახოთ. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა აი ამ 4 ფორმაში ვლინდება. რაც შეეხება ყველაზე ისეთი არის ფართომასშტაბიანი ფსიქოლოგიური ძალადობა, იმიტომ რომ სხვა ტიპის ძალადობებს თან აუცილებლად ახლავს ხოლმე ფსიქოლოგიური ძალადობა და ეს ყველა ვარიანტში სახეზე არის ხოლმე. რაც შეეხება მიზეზებს ძალადობის
ნიშნები რთული ჯერ ნიშნებზე ვიტყვი და მე მიზეზებზე ნიშნები არ არის რთული ამოსაცნობი ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ხოლმე დალურჯებები, მოტეხილობები, სხვადასხვა ხასიათის ტრავმები, ეს შეიძლება იყოს დამწვრობა და სხვადასხვა და ეს მარტივია აღმოსაჩენად, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ხოლმე. ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოჩენა ცოტა რთული არის ამისი დამტკიცება და შემჩნევა, თუმცა ამაზე თუ ადამიანი შეეცვალა ხასიათი უარესობისკენ, უფრო ჩაკეტილი გახდა, ანუ სხვადასხვა ესეთი ისინი შევამჩნიათ, აი არაფერი აღარ უხარია, უფრო აპათიურია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას აქვს გარკვეული პრობლემები და შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ძალადობა. და სექსუალური ძალადობაც ცოტა რთული დასამტკიცებელია ხოლმე თავისი ტაბუდადებული სახელიდან და ზოგადად ესეთი თემიდან გამომდინარე და ამისი დამტკიცება ცოტა რთული არის ხოლმე, რადგანაც გაცხადება ძალიან იშვიათია. იშვიათი ამბობს, რომ არის მსხვერპლი, რადგანაც ერიდება ამ თემაზე საუბარი, უფრო სტიგმატიზებულია ეს თემა, მოკლედ ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ. არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში, სხვა ქვეყნებშიც ასე არის, როგორც ექსპერტები ამბობენ ხოლმე. მიზეზები შეიძლება იყოს მრავალნაირი. შეიძლება, იცით როგორ არის, ხა ჩვენთან ბევრი წელი ამ სფეროში მუშაობ ძალადობაზე და დიდი პროცენტი არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც განაპირობებს ოჯახურ ძალადობას, თუმცა შეიძლება იყოს ამის გარდა სხვა მიზეზებიც, შეიძლება იყოს რაღაც ფსიქიკური ან ფიზიკური დაავადებების დროს არის ხოლმე ესეთი რაღაც ქცევები, არის სხვადასხვა ესეთი მამნეჩვევების დროს, რაიმე ასოციალური ქცევები, როცა აქვს ადამიანს და კიდევ სხვადასხვა ესეთი მიზეზები შეიძლება იყოს, ხო? ალკოჰოლიზმი, ნარკომანია თავისთავად ძალიან ხშირი არის ჩვენთან ამის გამო ოჯახური ძალადობა. შედეგებს ანუ გავრცელებას ოჯახში რა უწყობს ნათია ხელს და ზოგადად ვინ ითვლება ოჯახში ძალადობის მსხვერპლად და ვინ ითვლება მოძალადედ? კი ბატონო, ესე იგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლად ითვლება ადამიანი, ვისზეც ხორციელდება ეს ზიანის მიმყენებელი ქმედება, ანუ ძალადობა და მოძალადეა ადამიანი პირი, რომელიც ახორციელებს აი ამ ქმედებას. ეხლა ამას შეიძლება ბევრი ფაქტორი უწყობდეს ხელს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რაც არის ის, რომ არ ხდება ოჯახში ძალადობის გარეთ გამოტანა. იმიტომ რომ ითვლება, რომ ოჯახში რაც ხდება, უნდა დარჩეს ოჯახში. და არ უნდა გავიდეს ოჯახის ფარგლებს გარეთ. ეს ყველა ვარიანტი გადის ხოლმე მე, იმიტომ რომ ძალადობას ახასიათებს რამოდენიმე თვისება. ერთ-ერთი მათგანი არის, რომ ძალადობა მატულობს, ანუ თუ არ შევაჩერეთ, მისი ინტენსივობა და სიხშირე მატულობს. ანუ ხდება ნელა-ნელა უფრო ძლიერი და სიხშირეც ადრე თუ თვეში ერთხელ ხდებოდა, მერე სამ კვირაში ერთხელ ხდება, მერე ორ კვირაში ერთხელ და ანუ რა თქმა უნდა მატულობს. ესეთი თვისებები რადგან ახასიათებს ძალადობას, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შევაჩეროთ, ეს არ ხდება ხოლმე. ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ამბავია ისიც, რომ ბავშვები ვითარდებიან სწავლობენ ქცევას, ხო, უფროსებს რასაც უყურებენ. და ხშირ შემთხვევაში არის, რომ ასეთი ძალადობის შემსწრებ ბავშვებს აქვთ ხოლმე იგივე ქცევის პატერნი დიდობაში, ანუ იგივენაირად იქცევენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აანალიზებენ, რომ ეს არის ძალადობა, რომ არ შეიძლება და რაღაც, როდესაც ისინი ხვდებიან რთულ კრიზისულ მდგომარეობაში, მათი ქცევა არის ძალადობრივი ისევ. ანუ ეს არის დასწავლილი ფენომენი. ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ოჯახებთან მოხდეს ინტენსიური ჩარევა ოჯახურ ძალადობაზე, ამაზე ძალიან ისეთი მუშაობა, რომ ბავშვების ქცევაც იყოს შესაბამისად ნაკლებ ძალადობრივი. და ეს რამდენად საშიშია ნათია? იცით რა არის საშიში? როგორ ვთქვათ, თუ ახლა ბევრი შემთხვევა იქნება საკმაოდ საშიშია, იმიტომ რომ მე შეიძლება ნებისმიერი საზოგადოების წევრს დაემართოს ეს ამბავი. ეხლა ბოლო პერიოდში აგერ ეხლა ტრანსგენდერი ქალი მოკლეს და იყო ეს ძალადობრივი ქმედებები მანამდეც და დამთავრდა სიკვდილით. დაახლოებით 2 კვირის წინ თუ 3 კვირის წინ აგერ გურჯაანში მოხდა შემთხვევა, რომ ქმარმა მოკლა მისი მეუღლე და 2 მეგობარი და ძალიან ხშირია შემთხვევები რუსთავშიც დედაშვილი. აი ძალიან გახშირდა ეს კვლელობები და აი ამიტოა საშიში, რომ ადამიანებს სიცოცხლეების ხელყოფამდე მივდივართ. და ძალადობას აუცილებლად ჭირდება შეჩერება და ძალადობის ციკლს აუცილებლად
აუცილებლად ჭირდება ესე შეკავება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე ესეთი მოკლედ საყურადღებო ამბავი. დიახ. ვის აქვს შესაბამისი ორგანოებისათვის ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ, ასე ვთქვათ, შეტყობინების უფლება? ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება. თუ ჩვენ გვინდა რომ ძალადობას მოვერიოთ და შევამციროთ რაღაც დონეზე, რომ უკეთეს საზოგადოებაში ვიცხოვროთ, უსაფრთხო საზოგადოებაში ვიცხოვროთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ადამიანმა გავაკეთოთ შეტყობინება, როდესაც შევხვდებით ძალადობის ფაქტებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუმცა ხშირად ხდება ხომ, რომ რაღაც ხმა გამოდიოდა, ჩემი საქმე არის. ძალიან ხშირია, რომ მეზობელი ვერ აკეთებს შეტყობინებას, იმიტომ რომ ეშინია, რომ მე რაღაც არ მოხდეს, ან არაწყენინოს და ან პირიქით ვთქვათ, შერიგდებიან კიდევ და ასე ბატონო და ასე შემდეგ. ანუ რატო ჩაერია მის საქმეში, მაგრამ ეს საქმეში ჩარევა არ არის. ეს არის უბრალოდ სიცოცხლის გადარჩენაზე სრულმა მეტი არაფერი. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველას ვალდებულება და ყველას უფლება მოსილება. უბრალოდ ზოგჯერ არიციან ხოლმე ადამიანებმა როგორ უნდა გააკეთონ ეს ჩარევა და ნუ ამაზეც ვისაუბროთ. თვითონ მსხვერპლებმა რა უნდა ქნან ნათი, აი ოჯახში ძალადობის მსხვერპლება რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამ სიტუაციაში და აი როგორი არის, მოდით ამაზეც ვისაუბროთ, თქვენი როლი ამ შემთხვევაში უკვე ფსიქოლოგების როლს თქვენ სად ხედავთ? და რამდენად უნდა ენდონ ისინი ფსიქოლოგებს, ასე ვთქვათ. და რა დრო ანდონ თავიანთი, ვთქვათ, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, რომ შემდეგ უკვე მოხდეს გადამისამართებაც, ხო? კი ბატონო, ანუ ძალადობა თავისთავად იწვევს ძალიან ნეგატიურ შედეგებს წეღანას ვქიხოთ, თუ გახდა ჩაკეტილი, არაფერი აღარ უხარია. ნუ ეს არის ხოლმე ფსიქოლოგიური პრობლემები და ხშირად მოგმართავენ ფსიქოლოგებს ამ ამბავზე. ნუ ჩვენ რა თქმა უნდა ვმუშაობთ მსხვერპლთან და ვუხსნით რა შედეგები, რა საშიშროება შეიძლება ემუქრებოდეს, რა შეიძლება ამას მოყვეს. და უკვე შემდეგ ის ღებულობს გადაწყვეტილებას გააკეთოს თუ არა განაცხადი სამართალდამცავ ორგანოებში ან როგორ მოიქცეს. ანუ ეს გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს მის გარეშე ეს არ მოხდება. პირველ რიგში ხან დობას რაც შეეხება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრი როდესაც მოდის მithunes ქალბატონები, რომლებიც დაუცველები არიან შედარებით ვიდრე მამაკაცები, ამბობენ ხოლმე რომ ეშინიათ რომ მოძალადე მარ გაიგოს რომ მან ეს სადმე მოყვა. ანუ მათ უჭირთ ხოლმე რაღაცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა თავის დასაცავად, იმიტომ რომ აქაც ისევ შიშის ფაქტორი მუშაობს და ჩვენ ვეხმარებით რაღაცნაირად პიროვნულ გაძლიერებაში, რომ მან პიროვნული რესურსების მობილიზებაში, რომ იპოვონ რაღაც გარკვეული ძალა აი ამის დასამარცხებლად და ყველა ვარიანტში თავიდანვე ვუხსნით და მერეც რა თქმა უნდა ამაში რწმუნდებიან, რომ ეს ჩვენი ურთიერთობა და საუბრები და ზოგადად ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობა არის კონფიდენციალური. აქედან არსად არ მიდის ინფორმაცია და მათი ნების საწინააღმდეგოდ არასდროს არ ხდება შეტყობინებების გაცემა ან თქვათ რაიმე ისეთი ჩარევა სიტუაციის განსამუხტად ან რაღაც ძალადობის აღმოსაფხრელად. აი ეს არის და ნუ არსებობს ამისთვის გარკვეული სერვისები კიდევ და ვეხმარებით ხოლმე აი ამ სერვისებით სარგებლობაში, რომ თქვათ რაღაცნაირად შეუმსუბუქდეს მას ყოველდღიური ყოფა და ცხოვრება. და რამდენად მნიშვნელოვანი არის მათთვის გასაგებენაზე საუბარი და სწორედაც აი ეს ცნობიერების ამაღლება იგივე ამ ტაბუდადებულ საკითხებზე, ხომ? აი როგორ უნდა ვესაუბროთ მათ და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს და პირველ რიგში ვინ უნდა აკეთებდეს ამას? კი ბატონო, ეს არის ძალიან საფრთხილო თემა და საყურადღებო. რატომ? იმიტომ რომ არ მოვახდინოთ ისედაც ტრავმატიზებული ადამიანის ხელმეორედ ტრავმატიზება. ამისთვის არის სპეციალური კომუნიკაციის და დიალოგის სპეციალურად ასწავლიან ხოლმე კომუნიკაციის ხერხებს ადამიანებს. ერთადერთი რაც ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, მას შეუძლია მოусმინოს გულდასმით და ყურადღებით და უბრალოდ ძალიან მსუბუქად ანუგეშოს, არ მოუყვეს რაღაც სხვა ესეთი უფრო მძიმე და ცუდი მაგალითები, არამედ უბრალოდ მოусმინოს. ეს არის კრიზის ინტერვენცია, ანუ პირველადი დახმარება, რაც შეიძლება. ეს შეიძლება ყველამ გააკეთოს. უბრალოდ აი ამ პირველადი დახმარების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ თუ სპეციალისტი არ არის ეს ადამიანი და ისე ეხმარება, დაარწმუნოს რამენაირად სპეციალისტთან მიმართვაში, რომ შემდეგ სწორი გზით წავიდეს აი ამ შემთხვევის მართვა. ეს იქნება ვთქვათ ფსიქოლოგის ჩარევა, დაჭირდება სოციალური მუშაკის ჩარევა, იურისტის მომსახურება თუ სხვა. ხო, აი ეს სპეციალისტები რო ჩაერივნენ. აი ეს შეიძლება რომ დავეხმაროთ ადამიანს. ანუ ყველა შეგვიძლია დავეხმაროთ, რომ შევაჯამო, მაგრამ ანუ ჩვეულებრივ ვისაც არ აქვს გამოცდილება
იცლება და ვინც არ არის სპეციალისტი, ის ჯობია დაეხმაროს, უბრალოდ მოусმინოს, ანუგეშოს და დაარწმუნოს იმაში, რომ სპეციალისტს მიმართოს. და რამდენად აი ეს ოჯახში ძალადობის ფაქტები, რამდენად აქვს ამას განგრძობადი პროცესი, ასე ვთქვათ, საზოგადოებაზე და ზოგადად რა ტიპის გავლენა შეიძლება მოახდინოს აი ამ ვთქვათ გახშირებულმა იგივე შემთხვევებმა, რაზედაც წეგან უკვე თქვენ საუბრობდით. იცით რა არის ზოგადად ოჯახური ძალადობა არის ესეთი ნეგატიური მოვლენა, ხო? ამაში დადებითი არაფერი არ არის. ახლა ვთქვით, რომ ეს შეიძლება დამთავრდეს მკვლელობით, ადამიანის სიცოცხლის მოსპობით. გარდა სიცოცხლის მოსპობისა, ეს ახდენს ისეთ გავლენას, რომ ადამიანები ხდებიან უბრალოდ შრომის უნაროები, მათი ფსიქიკა ისე ირღვევა, ხო? აღარ უნდათ არაფერი და საზოგადოებისთვის აქტიური და პროდუქტიული წევრები აღარ არიან. მათი ცხოვრების ხარისხი ძალიან დაბალია. ბავშვებს ეს ზემოქმედებს საშინლად, იმიტომ რომ მათ სწავლა ვეღარ სწავლობენ, მათი ემოციური პრობლემები ისეთი ძლიერია ხოლმე, რომ უჭირთ სწავლა ან სხვა რაიმე ესეთი თავიანთი განვითარებისთვის საჭირო აქტივობებში ჩართვა, ხო? ამიტომ რადგანაც ეს ახდენს გავლენას ოჯახის ყველა წევრზე, არა მარტო ოჯახის ყველა წევრზე, ასევე ნათესავებზე და ასე შემდეგ, ეს ესეთი საკმაოდ განგრძობითი არა, ეს ნეგატიური ტალღა მოკლედ ვრცელდება საზოგადოებაზე. გავრცელებადია, კი, აი ესეთი, აი დომინოს პრინციპით ვრცელდება. პრინციპში შეიძლება სხვებმა არ იძალადონ, მაგრამ შენს გარშემო ამდენი მოღუშული, ამდენი დატრამული ადამიანი, რომ ამის ყურება მარტივი არ არის და შესაბამისად საზოგადოების რაღაცა ესეთი ხარისხი ცხოვრების არის ხოლმე დაბალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ავიღოთ ჩვენი საზოგადოებრივი ადამიანური ვალი და მაქსიმალურად რა ჩვენს ხელშია, რა შეგვიძლია ვებრძოლოთ ოჯახში ძალადობას. სანამ გადაცემის შემაჯამებელ კითხვას დაგისვამდეთ, მინდა ასეთი რამ გკითხოთ, რას ურჩევდით? პირველი ნაბიჯები რა უნდა იყოს იმ ადამიანების, ვინც ჯერ კიდევ დღესაც ვერ ბედავს, ასე ვთქვათ, ხმის ამოღებას და არ ისმის მათი ხმა ასე მკაფიოდ. რას ვურჩევდი? ესე იგი, პირველ რიგში გაბედონ ვინმესთან ეს მოყვნენ. შეიძლება სპეციალისტთან არა. აი ვინმე ახლობელს რომ უამბონ და აი ეს გაბედონ, იმიტომ რომ როდესაც შენ იწყებ მოყოლას და ამის გაცხადებას, ცოტა მეტი ძალა გემატება, იმიტომ რომ ვიღაცის მხარდაჭერას გრძნობ. და აი ასე შემდეგ ნელა-ნელა, როდესაც გაძლიერდებიან, უკვე შეუძლიათ მომართონ სპეციალისტებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც ისინი მოდიან სპეციალისტთან, კონფიდენციალობა დაცულია. თუ მათ არ აქვთ სურვილი, ინფორმაციის გავრცელება არ ხდება. შეუძლიათ დარეკონ 112-ზე, როდესაც გადაუვალ ანუ ვიტყვი ახლა ბარემ როგორ შეიძლება რეაგირება გააკეთონ ხო თვითონ და არა მარტო ძალადობის ხერხლებმა, ვისაც დახმარება გვინდა და შევამჩნიეთ, რომ ძალადობა ჩვენ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. პირველ რიგში ეს არის 112, თუ ხედავთ, რომ რაღაცა ესეთი მძიმე სიტუაცია. ასევე არის 116-006 ქალთამარ ძალადობის ცხელი ხაზი. ასევე გარკვეულ ქალაქებში არის სოციალური სამსახურები და შეუძლიათ მათ მიმართონ. თელავში საბედნიერო გვაქვს ახლა ძალადობის ხერხთა მომსახურების კრიზისული ცენტრი, რომელიც ასევე ძალიან კონფიდენციალურია და უფასო აქ ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და იურისტის მომსახურება. ასე რომ გვაქვს რაღაც გარკვეული სერვისები, რომლებიც დაეხმარებიან ქალებს, თქვათ, ან კაცებს, იმიტომ რომ კაცებიც არიან ძალადობის ხერხი ხა მე მქონია ესეთ შემთხვევები, თავი დააღწიონ ამ სიტუაციას და რაღაცნაირად გაუმჯობესონ საკუთარი ცხოვრება. აი ეს ამ ხაზს მინდა გავყვე და ბარემ შევაჯამოთ ნათია, რომ ესე იგი უწევთ კონსულტაციას, არსებობს ასეთი ტიპის ორგანიზაციები და მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ ახლა, რა გავლენას მოახდენს ის ფაქტი, თუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, სწორედ ეს კანონის ამოქმედების შედეგად შესაძლოა რომ დახურვის საფრთხის წინაშე დადგეს ხო მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც არიან ასე ვთქვათ სერვისის მიმწოდებლები საზოგადოების გარკვეული ტიპის ფენებისთვის ხო გარკვეული ნაწილისთვის. აი ეს ამაზე მინდა რომ რაღაცნაირად რამდენიმე წინადადება ვთქვათ და უკვე შევაჯამოთ გადაცემაც. იცით აი სულ ცოტა ისტორიულ ამბავს ვიტყვი 2006 წელს მიიღეს ოჯახში ძალადობის ხერხთა დახმარების კანონი. 2006 წელს ჩადებული იყო 2008 წლიდან უნდა ყოფილიყო თავშესაფრები ძალადობის ხერხლებისთვის და მოძალადეებისთვის. ძალადობის ხერხლებისთვის მაინც.
მაგრამ სახელმწიფო მას ვერ შეძლო საკუთარი რესურსებით, იმიტომ რომ არ არის მარტივი ამების გაკეთება და რაც ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროკავშირისგან თუ ამერიკის თქვა დახმარებიდან მიღებული ფულით გაკეთებული მსგავსი მომსახურებები მათ დაუდეს ხელშეკრულება და სახელმწიფო და არასამთავრობოებმა ერთად განახორციელეს კანონით დაგეგმილი ღონისძიებები. დიახ. შესაბამისად დღემდე ასეთი თავშესაფრები ნაწილი სახელმწიფომაც გააკეთა, თუმცა ნაწილი ისევ აუთსორსზეა გატანილი და ამუშავებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება, აქვთ ძალიან კარგი რესურსები იმისთვის, რომ დაეხმარონ მსხვერპლებს და კვალიფიციური დახმარება გაუწიონ. ეს არ არის მარტივ დახმარებაზე საუბარი, ხო? ეს რთული ზიანია და რთულ ზიანს სჭირდება კვალიფიციური კადრი. ასევე ხა მაგალითად ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ფსიქოლოგთან ვერ მოდიან ან რაღაც, მაგრამ იურიდიული დახმარება რო ჭირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველას ეხმარება სრულიად უფასოდ და წლებია, ხო? მე ვფიქრობ, რომ აი ასეთი სერვისები თუ აღარ იქნება, მოსახლეობაც ძალიან გაუჭირდება და სავარაუდოდ ოჯახური ძალადობის შემთხვევები ბევრად გახშირდება. იმიტომ რომ გაცხადებული შემთხვევები, ამ შემთხვევებზე მუშაობა აჩენს გარკვეულ ინფორმაციას ხალხში. ინფორმაცია არის ძალადობის აღკვეთის ერთ-ერთი გზა. იმიტომ რომ როცა ადამიანი ინფორმირებულია, მერე ცოტა სხვანაირად იქცევა. ამიტომ აი არასამთავრობოების როლი და ესეთი დამხმარე ორგანიზაციების როლი სახელმწიფოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სამუშაოდ, ხო, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ვფიქრობ, რომ აღარ იყოს და აი ამ კანონის შემოღებით სავარაუდოდ აღარ იქნება, იმიტომ რომ ესეთი ორგანიზაციები, ვინც მუშაობენ პრაქტიკულად არავინ არ დარეგისტრირდა, ვინც აქტიურად მუშაობს და ვისაც ექსპერტიზა აქვს ამ საკითხებში, ეს გამოიწვევს აი ამ პრობლემის უფრო დამძიმებას ალბათ და გავრცელებას. ძალიან დიდი მადლობა, ნათია, უღრმესი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ რაღაც 15-20 წუთი არ არის ხოლმე საკმარისი, არც ნახევარი საათი და არც 1 საათი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ გადაცემაში და უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ამის შესახებ და იმედია მოგვეცემა ამისი საშუალება. უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, იმედია ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვისაც საინტერესო იყო ჩვენი გადაცემა. მე დღეს გემშვიდობებით, ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.